ცოტას მივეხმარები ხელისუფლებას და გეორგიევსკის ტრაქტატს მივაშველებ ფიცი წიგნისას და ბირკინის და ვაჩნაძის ელჩობას, რომ ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის მიწურულს ჩვენი მეფეები, კახთა მეფე ალექსანდრე მეორე ცდილობდა ლეკიანობის განთავის დასაცავად რაღაც ფარველი ეპოვა და ასეთი აღმოჩნდა მოსკოვის მთავარი, რომელთანაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა და რა თქმა უნდა ეს ხელშეკრულება რუსეთს არასოდეს არ დაუცავს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მათ შორის გეორგიევსკის ტრაქტატიც, რომელიც თვითონ დაარღვია, იმიტომ რომ გააუქმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არასოდეს არ დახმარებია სამხედრო ძალით, პირიქით, აი 80-იან წლებში გასული საუკუნის ძალიან საინტერესო სტატიები ქვეყნდებოდა პრესაში, მათ შორის იმასთან დაკავშირებით როგორ აქეზებდა რუსეთის იმპერატორი აღა მაჰმად ხანს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად დასუსტებულიყო ქართლ-კახეთის სამეფო. რა შეჭირდება ხელისუფლებას 1793 წელს დადებული ხელშეკრულების გახსენება, მის ავკარგიანობაზე საუბარი რაღაცისთვის სჭირდება, ხო, ფაქტია. ეს არის მისი მომავალი ქმედების ლეგიტიმაციისთვის ნიადაგის შემზადება და ის რომ აი ჩვენ კი არ ვართ მარტო ამ გადაწყვეტილებაში. აი თვით ერეკლეც კი მივიდა იქამდე, რომ ერთადერთი სწორი გზა და ხსნა იყო რუსეთი, რაც თავისთავად შეცდომა, იმიტომ რომ ისტორიამ რუსეთთან ურთიერთობის ისტორიამ ჩვენ დაგვანახა, რომ არაფერი კარგი მათ ჩვენთვის არ მოუტანია და სხვათა შორის გიირჩევთ ძალიან საინტერესო ქართულ მწერლობაშია დაბეჭდილი, სხვათა შორის სუმბათაშვილი უჟინის ძალიან საინტერესო სტატია მძლავრის მარწუხებში, ასე ვქვიათ, თუ არ ვცდები. და ისაუბრებს ზუსტად რუსეთის და რუსეთთან ურთიერთობის ავკარგზე, რა მოგვიტანა ცუდი. და დღევანდელ ხელისუფლებამ შემოაგდო ეს თემა დემაგოგია, ასე ვთქვათ, მანიპულირება მასების, მის ემოციებზე თამაში და ასე შემდეგ, ხო? ყველაზე კარგად ერეკლე მაშინვე იცოდა და თვითონ მიხვდა რას მოიტანდა ეს ტრაქტატი. მათ ჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს საბოლოოდ დააბრუნონ ისევ რუსულ ორბიტაზე, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს მუდმივად ქაოსში და დემორალიზებული, იმიტომ რომ ის სოციალური პრობლემები, ის დემოგრაფიული პრობლემები, რომელშიც სხვათა შორის ლომის წილი მიუძღვის ხელისუფლებას, უკანა პლანზე უნდა გადავიდეს, მათ შორის ოკუპაცია, რომლის ოკუპანტიც არის რუსეთის ფედერაცია, რომ ეს საკითხი არ იყოს აქტიური და რომ ჩვენი ერთადერთი გზა და ხსნა არის რუსეთი. ეს არის შეცდომა. რუსეთი არის ერთმორწმუნე მტერი, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ქართულ